ქალბატონთია, თქვენ კი გააკეთეთ განცხადება გახარიასთან დაკავშირებით, რომ ორ რიცხვამდე ეს გადაუვადეთ, შეთავაზება აქვთ, მისი პასუხით ცნობილი არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც აპირებს ვიზიტს და ერთ-ერთ სააგენტოზე ვნახე მისი პარტიის ეს განცხადება. ამაზე არ მინდა გკითხოთ, თქვენ მოусმინეთ ადამიანებს ჩორჩანასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურაშიც მიმდინარეობს გამოძიება. ამ შემთხვევაში როგორც საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელს არ გეკითხებით და როგორც პოლიტიკოს, ამ შემთხვევაში როგორც იურის თეაწოლუკიას გეკითხებით, არსებობს თქვენ ხო იცნობთ ამ საქმეს. არის ის ფაქტები, რომლითაც შეიძლება უკვე რომ გიორგი გახარიას წარმოუდგინოს გამოძიება ბრალი. აი თქვენ რო იყოთ დღეს პროკურორი, არსებობს უკვე ამის მასალები? პროკურატურაში რა საქმეც, ის საქმე, რაზეც წარმოება მიმდინარეობს, მე იმ საქმის მასალებს არ ვიცნობ, ვერ ვიცნობ და არ უნდა ვიცნობ. თქვენთან არ ვიცნობ, მაგრამ ჩვენთან რაც არის პარალელური პროცესი, ის საკმარისია ის ინფორმაციები, მასალებს ვერ დავარქმევ, მცირეოდენი მასალებია, მაგრამ ძირითადად ფაქტები და ინფორმაციები მინიმუმ სვამს კითხვას. ჯერ უდავოა, კითხვას სანამ დავსვამთ, უდავოა, რომ გიორგი გახარიას მიერ გადადგმულმა ამ ნაბიჯმა, რომელიც არც უსაფრთხოების სამსახურთან იყო შეთანხმებული, არც მთავრობასთან, მის მიერ გადადგმულმა ამ ნაბიჯმა საქართველოს 100 ჰექტარი მიწა ჩააბარა რუსებს, ოკუპანტ სახელმწიფოს. ამის მერე გადმოიწია საოკუპაციო ხაზმა და გაჩნდა 5 დამატებითი საგუშაგო, მაშინ როცა მანამდე იმ ადგილას ყოველ შემთხვევაში საგუშაგო რუსებს არ ჰქონდათ. ეს არის ფაქტი. ეხლა, როდესაც ეს ფაქტია, ამას წყალი არ გაუვა, ჩნდება კითხვა და ამიტომ გვინდა მისი გამოკითხვა მეორედ. ეს იყო გაუაზრებელი ნაბიჯი, თუ ეს იყო დაახლოებით ის, რაც სააკაშვილმა გააკეთა 2008 წელს. ეს კითხვა გვაქვს. ეს კითხვა გაქვთ. ანუ ჯერჯერობით იმაზე საუბარი თქვენი მხრიდან, რომ კონკრეტული ფაქტები თქვენ თქვით რომ მოვისმინეთ, მაგრამ საკმარისი იმის მტკიცებულებების კომისიას პროკურატურისგან განსხვავებით არ აქვს რომ ისაუბროთ იმაზე, რამდენად შეიძლება ბრალი წარმოუდგინონ. ბრალს ჩვენ ხომ არ ვუდგენთ. არა, როგორც იურის გეკითხებით, აი რამდენად. იცით რა, მე პროკურატურის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ფაქტები არის უტყუარი, რომ მან თავისი ნაბიჯით დიახ ტერიტორიები მესმის დროებით იმედი გვაქვს ყველას, მაგრამ დაუკარგა ქვეყანას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, რომ ეს ფაქტი, რომ დასკვნაში ჩაიწერება, რომ ასეა, პროკურატურაში უნდა გადაიგზავნოს. ამასობაში ჩვენი კანონი ხომ ასეთია, რომ პროკურატურაც უსმენს ჩვენს კომისიას. შეიტყო თუ არა იმის შესახებ, თუ დააკვირდით, რომ ჩვენთან წაღლის მაცხოვრებელი რომ მოვიდა და თქვა, რომ იმ დღეშიო ვერ შევდივარო და მე გამიკვირდა, რომ ასე რანაირად მოიტყუებოდა მეთქი გიორგი გახარია, რომელმაც თქვა, რომ თქვენ არ იცითო, ბევრ რამეზე მითხრა არ იციო და ძალიან ნამდვილად იცით მეთქი, ბატონო ჩემო, რომ ვერ შედიხართ იმ დღეში და ხერხული კითხვა აღმოჩნდა, იმიტომ რომ კაცმა მითხრა დიდი პატივისცემა, მას შრომელი ქართველი კაცი იყო, რომ ჩემი ტყეა და ჩემი სოფელიაო და როგორ არ ვიციო. ეს ამას როგორც ისმის პროკურატურა, რა თქმა უნდა, მას არ ჭირდება ჩვენი დასკვნის გაგზავნა, რა თქმა უნდა, დანაშაულის ცნობა რომ ვრცელდება, მით უმეტეს ტერიტორიების დაკარგვაზე, რაც 2008 წლის მერე არ მომხდარა არც ერთხელ. იქ რა თქმა უნდა აქტიურდება გარკვეული სამართლებრივი პროცესები. ანუ კომისია თუ ორში არ გამოცხადდა ბატონი გახარია, მეტვადას აღარ მისცემს? აღარ მიცემთ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, ყოველ შემთხვევაში ბოლოს რომ ვიმსჯელეთ ასეთ აზრზე დავრჩით, რომ ეს ერთი დამატებითი და 9 დღე არ არის ცოტა. ვადა იქნეს მიცემული, იმიტომ რომ ჩვენ შემდეგ უნდა გადავიდეთ სრულად დასკვნაზე მუშაობის პროცესზე. სრული რესურსი ამას უნდა მოხმარდეს და ასევე შეიძლება რამდენიმე ადამიანი იქნეს გამოსაგები, ოღონდ 3 წევრის კონფიგურაციის ფორმატში.